2025 წლის 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების გამართვის მიზნით ბოლნისის საოლქო საარჩევნო კომისიაში ჩატარდა სხდომა, სადაც ოლქში შემავალი 52 უბნის კომისიის წევრები და ხელმძღვანელი პირები აირჩიეს. კონკურსში მონაწილეობას 359-მა მოქალაქემ მიიღო. მონაწილეობის უფლება კი ჰქონდა საქართველოს ქმედითუნარიან მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაციის შესაბამისი სერტიფიკატი ჰქონდა. კომისიის შერჩეულ წევრებს ჩაუტარდებათ არაერთი ტრენინგი, სადაც დეტალურად შეისწავლიან როგორც საარჩევნო ტექნოლოგიებს და საუბნო საარჩევნო კომისიის ფუნქციამოვალეობებს, ასევე გაეცნობიან საკანონმდებლო სიახლეებს. დღეს ბოლნისის ოლქში ჩატარდა სხდომა, სადაც არჩეული იქნა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები. კონკურსის პირობებში შემოსული იყო 359 განაცხადი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მთელი წლის განმავლობაში არაერთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ბოლნისში ჩატარდა ადმინისტრატორის კურსები პოტენციური საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის, რომლის ფარგლებშიც მონაწილეობა მიიღო 140-მდე მოქალაქე. კონკურსანტების შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნა აღნიშნულ პროექტებში მონაწილეობა და კონკურსანტის საარჩევნო გამოცდილება. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ შერჩეულ კომისიის წევრებს ჩაუტარდებათ არაერთი ტრენინგი, ჯამში 5 ეტაპის ტრენინგი, სადაც დეტალურად შეისწავლიან როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის ფუნქციამოვალეობებს, ასევე საარჩევნო ტექნოლოგიებს და საკანონმდებლო სიახლეებს. სწორედ ეს პროექტები გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებზე საარჩევნო უბანზე მისულ ამორჩევას მოემსახურება მაღალი კვალიფიკაციის მქონე კომისიის წევრი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გარკვეულ უბნებზე, გარკვეულ საუბნო საარჩევნო კომისიებში გამოცხადდა ხელახალი კონკურსი. კონკურსის პირობებში მსურველებს შეუძლიათ განაცხადით მოგმართონ როგორც ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით, ასევე მატერიალური სახით ბოლნისის საოლქო საარჩევნო კომისიაში.